დღეს საქართველოს საზღვაო ფლოტის ყოფილი სარდალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი ჯუმბერ გაბუნია დაკრძალეს. ცერემონიალში, რომელიც ნინოშვილის უბნის ეკლესიაში გაიმართა, მონაწილეობა თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა საქართველოს სარიტუალო გვარდიის ასეულის წევრებმა მიიღეს. დღეს ჩვენი ქალაქის საზოგადოება ეთხოვება ბატონ ჯუმბერის ადამიანს, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამხედრო საქმის განვითარებას შესწირა. უფროსი თაობის ფოთელებს ახსოვთ ბატონ ჯუმბერ გაბუნიას საქმიანობა და მოღვაწეობა. ქალაქში მისი წვლილი ქართული სამხედრო ფლოტის განვითარების საქმეში იგი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ჩვენს ქალაქში და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით დაამახსოვრა 70-იანი, 80-იანი წლების ფოთელებს თავისი თავი. ბოლო წლებშიც იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავის გამოცდილებას უზიარებდა თაობას, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სამხედრო საქმისათვის მოუკიდათ ხელი. თავის ვებერთელა გამოცდილებას იგი გულწრფელად უზიარებდა მომავალ თაობებს. სარიტუალო ასეულის გვარდიელები ჩამოვედით რათა მიგვესამძიმრებინა ჩვენი თანამებრძოლის ოჯახისთვის, რომელიც გარდაიცვალა. გამოთქვათ ხომალდ წუხარებას მისი გარდაცვალების გამო და ჩვენი მხრიდან დავაფასეთ და მოვედით და პატივი ვეცით, რათა გავაცილოთ საბოლოო გზას.